როგორც ჩვენ არაერთხელ დავაანონსეთ, პროცესები არ ჩერდება, შეუქცევადად მიმდინარეობს, ანუ პროტესტი გრძელდება, ის რეპრესიული მექანიზმები, რაც გამოიყენება მოქალაქეთა ხმის ჩასახშობად, არ შესუსტებულა და პირიქით სხვადასხვა სადამსჯელო ფორმებს იღებს, აგერ სულ რამდენიმე დღის წინ ტყიბულის მეშახტეები გაათავისუფლეს სამსახურიდან შობისა და ახალი წლის წინადღეებში, არ ვიცი ეს რომელ ღირსეულს აქციაში ჯდება, ან რომელ ქრისტიანობას, ან რომელ რელიგიაში ჯდება საერთოდ. ამასთანავე იგივე რეპრესიები დაგეგმილი არის საჯარო სამსახურებში, უკვე არაერთი ფაქტი გვაქვს იმისა, რომ ადამიანებს აღარ უგზელებენ ხელშეკრულებებს, ხდება სხვადასხვა ტიპის სადამსჯელო მექანიზმების გამოყენება, მაგალითად ცოტა ისე ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ შერჩევით ირიცხება მაგალითად პრემიები თანამშრომლებისთვის, ანუ პირები, რომლებიც უჭერენ კონკრეტულ მმართველ პარტიას მხარს, ისინი უფრო პრივილეგირებული არიან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ფინანსურ ნაწილშიც, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ღიად საუბრობენ და უბრალოდ საკუთარ პროტესტს აფიქსირებენ იმასთან დაკავშირებით, რომ სწრაფად უნდათ, რომ ეს ქვეყანა მიდიოდეს ევროპისაგან, რომ სწრაფად უნდათ, რომ ის სერვისები და ის პროგრამები, ის სოციალური დაცვის გარანტიები, რაც არის ევროკავშირის განვითარებულ წევრ ქვეყნებში, ასევე იყოს საქართველოშიც და აი ამ აზრის დაფიქსირებისთვის, ქვეყნის ერთგულებაზე ხაზგასმისთვის, კონსტიტუციის დაცვის ერთგულებაზე ხაზგასმისთვის ხდება მათი დევნა სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა მეთოდებით. ჩვენ ამის საპასუხოდ დღეს უკვე ოფიციალურად მივმართეთ მარეგისტრირებელ ორგანოს, რომ დაფუძნდეს საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა პროფესიული გაერთიანება, რომელსაც რამდენიმე ძირითადი მიმართულება ექნება. ერთი მთავარი მიმართულება რაც არის, რომ ჩვენ ვიმუშავებთ იმ ადამიანების უფლებების დაცვაზე, რომლებიც დღეს დასაქმებული არიან საჯარო სამსახურებში და იდევნებიან სხვადასხვა ფორმით. ამასთანავე ჩვენ ვიზრუნებთ იმ ადამიანებზე, რომლებიც პოტენციურად შესაძლოა გახდნენ მსგავსი დამოკიდებულების მსხვერპლი და მათთვის გვექნება სხვადასხვა სახის მხარდამჭერი აქტივობები. გარდა ამისა, გათავისუფლებულ პირებს თავაზობთ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებიც ასევე სთავაზობენ სხვადასხვა სოციალური დაცვის გარანტიებს მაგალითად, ასევე სამართლებრივ კონსულტაციებსა და სამართლებრივ მხარდაჭერას უკვე უშუალოდ პროცესებში და ჩვენი მეორე ძირითადი მიმართულება იქნება სამართლებრივი ბრძოლა უშუალოდ კანონის გასაუქმებლად და იმ ნორმების გასაუქმებლად, რომელიც ზღუდავს როგორც საჯარო მოხელეებს, ასევე ზოგადად ქვეყანაში ახშობს გამოხატვის თავისუფლებას. თუ საჯარო სამსახურებში ადამიანები არ იქნებიან შერჩეული კეთილსინდისიერების პრინციპით, თუ მათი მუშაობის ამოსავალი წერტილი მიმართულება არ იქნება ადამიანი და მის მიმართ ნამდვილი ღირსეული მსახურება და ნამდვილი ღირსება, სხვაგვარად მივიღებთ უბრალოდ ნამდვილად მონურ დამოკიდებულებას სამსახურში, როდესაც საჯარო მოხელეები უყურებენ მხოლოდ ხელმძღვანელ პირს და ასრულებენ მათ მითითებებს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე და ყოველგვარი შეპასუხების გარეშე, ესე რომ ვთქვათ. და ეს დამერწმუნეთ მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება მაქვს საჯარო სამსახურში და ჩამოშლის ჩვენს ქვეყანას. ვერც ბიზნესი ვერ განვითარდება არაჯანსაღ პირობებში, თუ სახელმწიფო უწყებებში არ არიან ჯანსაღად მოაზროვნე თავისუფალი ადამიანები, რომლებიც ღირსებითა და პატიოსნებით მოქმედებენ, ასევე ვერ განვითარდება ვერც განათლება და ვერც სხვა ის სერვისები და მიმართულებები, რაც ძლიერი ქვეყნის საყრდენი არის. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი გაერთიანება ზუსტად ამისთვის შეიქმნა, რომ ამ პროცესებს შევუწყოთ ხელი, გავაძლიეროთ საჯარო მოხელეები, დავიცვათ ჩვენი თავი, ჩვენი უფლებები და საბოლოო ჯამში ვემსახუროთ ქვეყანას და მივიყვანოთ ის იმ განვითარების წერტილამდე, საითაც ამდენი წელია ყველა ერთხმად და ხელი-ხელ ჩაკიდებული მივდივართ.